რა სხვაობაა სუნილსა და მწვანილს შორის? მწვანილი არის ახალი ქორფა მცენარე. სუნელი არის კი აღებული მცენარისგან შენახული გამომშრალი შემდეგ დაფქვილი მიღებული მასა. ეხლა კერძოდ მინდა მოგესაუბროთ რეჰანზე. მოგეხსენებათ, რეჰანი არის სურნელოვანი მწვანილი მცენარე, რომელიც გამოიყენება ძალიან ბევრ კერძებში, სალათებში და ასე შემდეგ. ეხლა კერძოდ მინდა გესაუბროთ, როგორ განვაახლოთ რეჰანი. რეჰანი, როდესაც მოგცემს მის ქორფა ფოთლებს, შემდეგ ზაფხულზე შემოდგომის პირას იწყებს გაყვავილებას და სუმთლად რო არ გაგვიყვავილდეს და მთლად სუნელად თუ არ გვინდა ავიღოთ, კარგია. თუ სუნელი გვინდა, შეგვიძლია სუნელადაც ავიღოთ. ამისთვის რას ვაკეთებთ? თითოეულ ტოტზე ძირიდან 15-20 სანტიმეტრზე ვტეხავთ აყვავილებულ ტოტებს. აი ამ ტოტებს გარკვეულ 10 სალს, 20 სალს ერთად ვაგროვებთ, შემდეგ შევკრავთ და ჩამოვკიდებთ სოფელში, ქალაქში არ აქვს მნიშვნელობა, აივანზე სადმე რომ გამოშრეს. ეს რისთვის არის კარგი? აი ახლა გაჩვენებთ, ესე ავიღებთ, გამოვტრევთ ტოტებს. და გადავდეთ. აი მას ახლა დავაწყობთ ჩვენს. აი ეს არის ძველი გადატეხილი ტოტები, რომელმაც უკვე დაიწყო ახალი ყვავილების სურნელოვანი მწვანილისთვის სასურველი ფოთლების ამოღება. ამიტომ თუ გინდა გაახლება, ესე იგი ვიღებთ ძველ ტოტებს, ყვავილოვანს, შემდეგ ამ ყვავილებს ვაცილებთ, აი იმ ფოთლებს კიდევ ვაახმობთ, ვაშრობთ, შემდეგ ვაფქვევთ და ვიღებთ სუნელს. ხოლო ის ძველი რას ქვია, ის ჩვენ დათესილი რეჰანი თავიდანვე იღებს ახალ ფოთლებს, რომელიც ჩვენ გამოგვადგება მწვანილში. ესე განვაახლებთ ჩვენ რეჰანს. ესე გასაგებია, აი ეს არის ძველი, რომელიც ახლა გადავამტვრიეთ, გადავჭერით. ეს კიდე ცოტა ერთი კვირის ადრე აღებული, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს ახალი მწვანე ფოთლები, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. მე მგონი ეს პატარა ვიდეო თქვენ გამოგადგებათ თქვენი ბოსტანში. მადლობთ.